სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2024 წელს პროგრამის დანერგე-მომავალი ფარგლებში გაშენებული ატმის ბაღების ფართობი წინა წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა და 57 ჰექტარი შეადგინა. სახელმწიფომ პროექტი 320,000 ლარი დააფინანსა. სრული ინვესტიცია 900,000 ლარზე მეტია. დანერგე-მომავლის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე ატმის ბაღების გაშენება 234 ჰექტარ ფართობზე მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. მოგესალმებით, რომ გუშინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა ატმის ბაღების გაშენების და კენზრუც ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი დანერგე-მომავლის პროგრამის, რომელიც უკვე 2013 წლიდან აქტიურად ხორციელდება. მათ შორის აქტიურად არის ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფერმერების და რაც ბოლო დროს გაშენდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად ამ პროგრამის დახმარებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს პროგრამა უფინანსებს კულკოვანი და კენკროვანი ხილის მიმართულების გავრცელებას, ენერგიის ღირებულების 70%, ხოლო მოწყვეტილოვანი სარწყავი სისტემის 50%, რომელიც შედის თანადაფინანსებაში და აქვე შედის ის საწინააღმდეგოების 10%-იანი დაფინანსება. შესაბამისად, როდესაც ფერმერები გადაწყვეტენ, რომ ახალი ნარგავები, ახალი ბაღები გააშენონ, ამ პროგრამას ვიცი, რომ აქტიურად იყენებენ, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 70%-იანი ენერგიის დაფინანსება და 50%-იანი წვეთოვანი სარწყავი სისტემის უკვე სერიოზული შეღავათია თითოეული ფერმერისთვის, რომ განსაკუთრებით მსხვილი ფერმერებისთვის და ეს პროგრამა ზუსტად ამაზეა, იმიტომ რომ 9 ჰექტარიდან ზევით არის მოცემულობა მიწის ნაკვეთის ერთ საკადასტრო კოდზე, როდესაც ჩვენ გაქვს უფლება, რომ მიიღო მონაწილეობა ამ კონკრეტულ პროგრამაში. ძალიან მარტივია თვითონ ეტაპების გავლა, ჭირდება ძირითადი საბუთების მიტანა და შესაბამისად ძალიან სტატისტიკიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი იქნება ერთ-ერთი ლიდერი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენი მუნიციპალიტეტი არის მთავარი წამყვანი ძალა აგრომემართულებით, მეხილეობის მიმართულებით საქართველოში.